დილამშვიდობისა. პრინციპში დილამშვიდობისა კი არა დღეს ისე ადრე გამაღვიძეს მამუკამ და ბიჭებმა, რომ ღამეშვიდობისა უნდა გითხრათ. ჯერ შემდეგით კი არც დამდგარა, უთენია წამომაგდეს ფეხზე, სანადიროთ მივდივართ. ქეთის რომ საბოლოოდ და ოფიციალურად დავშორდი, მაგის მერე მაინც და მაინც კარგად ვერ ვარ. მამუკა ამტკიცებს ნადირობა და ასეთი რაღაცეები გჭირდება მდგომარეობიდან რომ გამოხვიდეო. თან ბუნებაში განტვირთვა წიგნის დაწერაშიც დაგეხმარებაო. მოკლედ მამუკა ისევ ფორმაშია და სისულელეების მტკიცებას აგრძელებს. თუმცა სანადიროთ წასვლის მიზეზი მარტო მამუკას სისულელეები არ არის. უბრალოდ მეგობრებს ასეთი ტრადიცია გვაქვს. ყოველ წელს ამ დღეს სანადიროთ მივდივართ, რომ რამე მოვინადიროთ და მერე მწვადი შევწოთ. თუმცა ჯერ არასდროს არაფერი მოგიკლავს. ამიტომ ტრადიციად უფრო ისიქსა, რომ ვერაფერს კლავთ. მერე ფარშს ყიდულობ და თამუნა ხინკალს გვიხარშავს. ანუ გამოდის, რომ ამ დღეს ფარშზე სანადიროთ წასვლა გვაქვს ტრადიციად. დავბანაგდეთ, მეცად. ხო, აქ დავბანაგდეთ, ეს არის ყველაზე მაგარი ადგილი, ანახე ასე. კარგით რა. ო, კაი ადგილია მართალი. ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობ და იმის მაგივრად რომ სახში ვიყო და Facebook-ზე რაღაცებს პოსტავდე, აქ წამოვედი რა. სადაც დიდი შანსია რომ ნადირი შემეფეთოს და შემჭამო. კარგი ბიჭო, საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები ასე ცხოვრობდნენ, ნუ. ბიჭო, ზორი, ხანდახან როგორ ახსენებს, იცი წარსულში დაბრუნება? მოიცა, შენ არ იყავი ცოტა ხნის წინ ვენებს რო იჭრიდი, წარსულში დაბრუნება არ მინდაო. არ გვინდა ახლა მაგაზე, სანადიროთ ავარ, ხო? კარგით, ეხა ბიჭო, თქვენ ნუღაც უწუნებთ რა. დღეს უეჭველი უნდა დავაგდოთ რამე. თამუნა გველოდება. იცის რომ უეჭველი, რაღაცა უნდა მივიტანოთ სახში. უეჭველი. აუ, ეგენი მაინც არაფრის მომკვლელები არ არიან, წავალ ფარს მაინც ვიყიდე. საღამოს ხინკალს გავაკეთე. მოიწოდე, დავზაყოსკდეთ რა. დავზაყოსკდეთ, ცოტა ბიჭო, ცოტა ჯანზე მოვალ და მე დავსხოთ ნადირობა, ჰა? მიდი, შენ წაზაკუსკდი, მიდი. ან კაი თუთის არაყიმა, რა. ეს სულ ჭამაზე და დალევაზე რანაირად უნდა ფიქრობდეს შენ. ისე მაგ რიუზაკთან ცოტა ფრთხილად შეგიძლიათ ლიმონკები მაგ. რა გინდა ლიმონკები? ორ თუ რა თვინებს. მაგ შეიძლება უცებ შემოგვეფეთოს დათვი. და მე ხონა დათვი შეიძლება შემოგვეფეთოს, მაგრამ ის დათვი ტანკი თუ არ იქნება. ნუ მასწავლე შემეჭგუას. ნიკა, თავ. ისე შენ შეგეძლო რომ კოფი არ წამოგეყო, რა გინდა პრინციპში? რატო? ხო, ისე მართალია. რატო და ბიჭო, შენი სექსუალური მზერით რო შეხედავ ცხოველს ამ ფრინველს, ეგრევე დაწება ადგილზე. პატრონები დაზოგავა, რა გინდა? მართალია, ნიკა, ისე ცხოველს რო დაინახავ, სანამ ახლოს არ მოვა, ხო? და ზუსტად არ გაარკვევ, რა არის, არ ესროლო. მეტყვი შეიძლება გიორგი აღმოჩნდეს. უყურე ნახე როგორ იქცევა ეს ადამიანურ ქცევებს, ნამდვილად არ გავს. აშკარად არ გავს ეხლა. შენ ბიჭო, წინა ნადირობაზე რაც გააკეთე, ისა არ გაიმეო რომ მეორედ, ხილად იყავი. ბიჭო! რა შენ გაჭიშდი ბიჭო? ბიჭო, ნახე ცოტაც და კახს გინაღამ. რა ცოტაც ეგრე მეორედ არ გააკეთო, გინაღამ თავში გამარტყი ბიჭო. გაგარტყი, კარგი რა, გაგარტყი არა. ეგ იმიტომ რომ მაშინაც ტახივით იფხანდი ზურგს ხეზე. სოფო.
ვიგე მარიცი სოკოს ცნობა? კი. ნამდვილად სოკოეგა, ისე მგონი აქ ტყუილად ვზივართ. ერთი კარგი ძაღლი რო წამოგვიყვანა ჩვენ. აი ქვევიც მინდორზე გავიყვანდით და წყერი გვეყოლებოდა 100-იანი. კარგიო რა. მიყავს სუნამოს სუნში, სუნს მაინც ვერ აიგებდა და რა აზრი აქვს ძაღლისაგან. ნახე რა სუნი აქვს. აი, ძმარი დაიწყი? არა, ძმარი. ძმრის სული არ წე? ეს არაფია. აშკარად ძმარია. აუ. ამას წინათ თამუნას დაბადების დღეზე განსხვავებული დავლია ორივე ლულიდან და ტოფის გაწმენდა დამავიწყდა. ყურადღებით. აბა. თოვლიმოსვა. ნავაშემოაღებს ახალი. გაჩერდა. დაგონგო, ისინი თარაფე არ მოდის, ნახე. აგი მამუკა გაჩერდა. ეს თქვენის მაგაცი გააჩვენოთ, ავტორი არ ვიცი. ნიკა ისო ახლა გესვრი ამტობს. თოვლიმოსვა. აკარს გამო აღებს ახალი წელი მალე. ვაუ! რაღაც უცდი გელოდები გამოდი გარეთ. ერთად ავიხდინოთ ოცნება. კი, მოდი რა მივიღეროთ. კიდევ მეტა შევიყოთ, კიდე ესე. წყერი. წერი? წერი. რა მაგარია. მაიმე ნახე როგორ დაფრინავს თურმე მწყერი. მართლაც რომ ტყის სიამაყეა მწყერი რა. გაფრინდა ტყის სიამაყე. აფრინდა რა. წავალმე მანქანაში. იმ საჭმელსაც წამოვიღებ. არავინ არ მოყვარს, არ გამეცადე. დავიცადე კაცი, ხო, მე მალე მოვალ. აი, ოღონდ მალე მოდით, ეხა დიდი ხანი მარტოა გარდამტო. კი არ მეშინია რაღაცა. აიც რა. შეოდები რა ხმაურია, კაცო. რანაირად მოკალი ბიჭო? აუ არ ვიცი ზურა დათვი მეგონა. დათვი. თუ ფეხებთან რომ დავარ და მე მივხვდი რომ ძროხა იყო თორე აუ საწყალი ძროხა. ბიჭო ძროხა როგორ მოკალი დათვის მაგივრად გამაგებია. ეგ იგივეა რომ ქალის მაგივრად კაცი. არა ნიკა ბიჭო, არა გაუგებარე ძროხას როგორ ესროლე ბიჭო? მე ძროხისთვის არ მისვრე, მე დათვესროლე. დათვია? აუ ხო. ძროხა. საწყალი ძროხა. ჯო ვერ გავიგე რა, მე ნორმალურად ზურა ამიხსენ ერთი რა მოხდა გამაგებინე კაცო. არ ვიცი რომ მოვირპინე უკვე ეს აქეგდო ძროხა და ეს კიდე გადარჩენას ცდილობდა. ძროხა არ მოხდა გეწები. შენ უნდა იცოს ძროხა გთხოვ. თელ ცხოვრება წინ გაგთხოვ ძროხა. რა არის? მე ძროხისთვის არ მისვრია, მე დაცვესროლე. უბრალოდ ამ ძროხას უყვარდა ეს დათვი, გაიგე და რომ დაენახა რომ ნიკა სროლას აპირებდა ეს გადაეფარა ეს მკერდი და შემოშვა. ბიჭო, შენ სად გინახავს? შენ დაცრო ეჟვანიებას ხელზე. ქიელი დათვები ხო დაშლიგირებათ ხეში რა. ეგარი რა, მეგობრებო, აი ეგ არის. ადამიანები ვართ სადისტები. რა გვინდოდა რა სამოვეტრიეთ ამ ტყეში? საწყალი ძროხა, ვიღაცა გავაუბედურეთ. რატომ ყრით მთელი კაცობრიობის განვითარებას წყალში, ან რატომ ვცდილობთ რომ სულ ვიშოვოთ რაღაცა საკვები, როცა 21 საუკუნეში შეგიძლიათ სახიდან გაუსვლელად იყიდონ ნებისმიერი პროდუქტი. წყერი ბიჭო. წყერი, რატომ წყერია? აუ, ძროხას მითხარით რა. რა უნდა ვიყო და მეორე ძროხაც მოკლათ. აქ დავაგდო და კვალისარების მიზით ეგრე ეფიქრებენ რომ ერთმანეთ დახოცესო რა. ხო.
კარგით რა მეხუმრება ეხა საწყალი ძროხავ რა კარგი, დავშვიდი, ხო, ეხლა ეს ძროხა იქნება ქვევით ხევში რო სოფელი იქიდან, ხო, ალბათ ამოვიდა ბალახავ და საწყალი. ჩავიდეთ ამის პატრონი ვნახოთ. ფული მივცეთ, ეს კი ჩვენ წავიღოთ, ხო რა. სწორია, ხო, ჩავიდეთ. ნახოთ, პატრონი მე გადავიხდი. შენც კიდე რა. ან შველი მოგეკრა, ან შლის ნუკრი. ან რა ვიცი მე, რამე ამ გასიებულ ძროხაზე რა დავწერო ეხლა რა. აუგიო, შემდეგში სანადიროთ რომ წახვალთ, ბადრიჯანი და პამიდორიც მოინადირეთ, რა გამოგვადგება ოჯახს. არა სიტყვი. შენი დასაცინები არა ვართ რა. სად არის ჩემი ჭურჭელი გავგიჟდი კაცო? აუ ისე გიო, ყველაზე კეთილი მონადირე ხარ მთელ მსოფლიოში, გიო, ასე ხარ? ჯერ არაფერი არ ყავს მოკლული. იცი რა მე კარგად? ერთი კარგი ძაღლი არ ყავდა და იმითო. კარგი ძაღლი კი არა, ძაღლი საერთოდ არ ყავდა. და მე მოვიფიქრე. ძაღლი უნდა ვიყიდო კარგი ჯიშიანი, აი მე ნახე შენ ჩემი ნადირობა. რა ძაღლი, გიო, ვის გაუგია ძაღლი კორპუსის ბინაში, არ გადამრიო. ის გაუგია და მე გამიგია თამუნა. თან ახლა წამოვიდნენ ძაღლი რომ ყავდა, სამდას კი არ მოვძებნედი ჩუსტებს. ეგრე მოვირბევინებდა. დაბდურა ხარ, გიო, დაბდურა. აი, რა თუნდა, ეხა აი ამას ძაღლი, აჰა. რა უცები პოე? აბა. მომავალ შენ ხო არ წაგიყვანო, ჰა, სანადიროთ, ჰა? აბა, რეადამ, ადგილზე. აი, ხა თუ შემოგიღრინე, გიორგი. აიო, გეხუმრე. არა, ერთი კაი ძაღლი რა, კაი იქნებოდა. აუ, რა ძაღლი, ძაღლს ვერ ვიყიდით, გიო, კატას დაგვიჭამს. რა კატას დაგვიჭამს? სად აყავ ჩვენ კატა? ხო გვეყოლება. არ დაიწყო ეხა კატა ვიყიდოთო და რაღაცა ეგეთი ადრე ჩვენ მაგაზე ვილაპარაკეთ და ეხა პაიტანა იცი ჩოკოლადი პაიტანა ბიჟუ ხო წარმოიდგინე პაიტერზე ყველგიზედი ხურები პეტრე კუდიროგიზე ძაღლი ისე გიორგის ასეთი ყავს უკვე და რა თუნდა ძაღლი ნეტა გიო, კაი რა, კატა სულ სხვა, წარმოიდგინე რომ პაიტერე იცი ფუმფულა საყვარელი თან სასარგებლოც ვარო მეო, წნევას ვშველიო. შენ თუ წნევა გაქვს, ყოფელინი იყიდე. რა კატა იცოდე არ დავინახო ძაღლი ამ სახში გიორგი რა. ეხა ნუ გაჯიუტები შენებურად რა, ძალიან გთხოვ. ძაღლს მე იმიტომ კი არ ყიდულობ რომ გავერთო. იმიტომ რომ საქმისთვის სჭირდება რა, ანუ სანადიროდ. გიო, იქნებ სხვა ცხოველებსაც მივცეთ შანსი. რატომ ჩაგრავთ კატას, გიო? მოიცა. ეხლა შე რა გინდა, კატით წავიდე სანადიროდ და ბარემ თოფის მაგივრად ხელში პეპლების საჭერი დამაჭერი და თავზე ყვავილების გვირგვინი დამადგი. ისე მართლა რა სასაცილო სანახავი იქნება ესეთი გიორგი. მე კატასთან ერთად სახლში ვერ ვიცხოვრებ. იმიტომ რომ ბეწვებს ყრის რა. ო ესე ძაღლი წრის ბეწვე. მერე ძაღლი კატის ბეწვებს ხო არ ყრის? ან წარმოიდგინე შენ. ძაღლი ისეთი ძლიერია, ერთგულია. თავს დაცულად ვიგზნობ სახლში. აუ, და ისე რომელი ჯიშის ყიდვა გინდა? რა თქმა უნდა ტაქსა. აუ, გიორჯობია კატა ვიყიდო და ვატაქსაოთ თუ გინდა. კატა ხო? არა, რა თქმა უნდა, თამო. ვაიმე, არა მეთქი. ვაიმე, ძაღლი მინდა მე, კაცო. ძაღლი. კატა. ძაღლი. ძაღლი. ისე ამათი მიგვირს რა თუნდათ ან ძაღლი ან კატა მოусმინეთ? მე მაინც მოვიყან კატას გიორგი. კატას მოიყვანდა. აი მაგ ცხოველზე ერთი ხელის მოსმით დავარგინგრევ ორ ლეგენდას. რა ორ ლეგენდას? იმ ორ ლეგენდას რომ ვითომ კატა საიდანაც გინდა გაისროლო, მაინც ფეხზე დგება და 900 სიცოცხლეა. უკაცრავად ბოლო ვინ არის? რეაცი შევიდა. ასე დგავა ნახევარ საათია და ესე ვართ რა შუ. მაშინ თქვენ შემდეგ მე ვიქნები? შვილ ალიყური ხარ გენა ახლა შენ. დაი მოიწე. თმა გითხელდება? ო, თმაგეთ. როგორ გაკეთე? აი თბილისის პარკებში რო გაზონები ეს. აი გაზონები ხო არის ეს რა, მაგრამ აი დაждდემას ვარი გადრებ კაცი ესე. ვა, უკაცრავად და ბოლო ვინ არის? აი და მე ვარ ბოლო, მაგრამ არის
იცი მთელი დღე ველოდებით რა იქნება კაცმა არ იცის რა. და ვისელოდებით? შენ ზურა. შენ შიგნით ხარ? პირველი მე ვარ. მე იმიტომ რომ ისეთი დასაბანი ვარ რომ მუზა არ მეკარება და ვერ წე. ესე იგი აუცილებლად უნდა დავიბანო. ზურა, შენ ჩვენ რა თქმა უნდა, ეგ ის მისეზი არ არის. რის გამოც ეხა პირველ შენ შეგუშვებ, ამიტომ გაჩვენდი. მართალია. შენ გაჩვენდი. კარგი, მაშინ ის ხო გაგიგიათ რომ წყალი პატარის არისო. კი, გაგვიგია, მართალი ხარ. წყალი შენი, შენი წყლის მე დავიგონე. მაინც მე უნდა შევიდე. ეხა ყველაზე მეტად მე მჭირდება შხაპი და ეს განტვირთვა და შემდეგ რატო? ტროხა შემომავდა. კარგი, ხა თავსუბალს ხოთა თუ მოიტერებ მაინც არ გაწყის. მიმიში მამუკა. ვეცე. ეს მეუბნე მართლატირის ბიჭო. ატლანტირი ვარ ხო აბა რა. საწყალი ძროხა ბიჭო ძალიან მეწოდება რა. იყო თავისთვის ხორობდა იქ ძოვდა, მე კიდე მივედი საზიზღარი ადამიანი და მოუსპე სიცოცხლე რა. აბა. ჩამეს მისიხარ ზურა ხმა. მე უნდა შევიდე რა. გაიგე. მე შევადე ხო ყველაზე სწრაფად მეც მედება. ხო ჯარისკაც თოდა ეს რა დაიგრება. იმოდ დაჭიქი. აუ ზურა წერა სარკეში რო ჩავიხედე ჩემი თავის მაგივრად ძროხა დავინახე. შემეშინდა. შენ მართლაც სულპანში ყოფილ ხარ კი მართალია. გამოძინება გჭირდება შენ, გამოძინება. აუ ძილითაც ვერ ვიცინე ბიჭო, ცოტა ხანი ჩამთვლიმა და იქაც ეს ძროხა დამესიზმრა. მელაპარაკებოდა ზურა. და რა გითხრა რა? ძროხას რა უნდა ეთქვა ეხლა ზურა, იდგა და მიყურებდა ეს. საქმეობდა დიდი ხანი აქნევდა, მე ხმუდა, არ მორჩამ ხმულს და გავგიჟდი ბოლოს და იქაც მოვკალი, მეორედ მოვკალი ზურა. ამაზე მას თუ მეთქაცო? მორჩი. ზურა შენ ხო გახსოვს დღეს გიორგის უნდა აჯობოს მასში. ხო, უნდა ვაჯობო. არა, ისე რატო დავიჩემე ესე რომ გიორგის დალევაში უნდა ვაჯობო, არ ვიცი რა, მაგრამ ისე დუხზე ვარ რომ ამ შემართებას არ დავკარგავ. ჯანდაბას დავლევ. თოკო რაღაცა მაინტერესებს. არა თამუნა რა, დღეს კარგი დღეა. ბიჭები მწყერს შეწოვენ, ჩვენ ხინკალს დავახედრებთ. როგორ მიყვარს ხინკალი? აუ შენი აზრით, რომელი ხინკალი ჯობია, ქალაქური თუ მთიულური? მეორევე ხინკალი მიყვარს. არა. კი არ მიყვარს, მე გიждები. აუ დეს ლაპარაკობ ხინკალზე მომინდა. არა, აი წვნიანი ხინკალია, ეს რომ ჩაუჯდები, აი კარგად ურაკაია. აუ ნუ გეშინია გიო, მალე დავიწყებ და სულ 12 ნაოჭიან ხინკალს მოგართმევ. ეხლა ცოტა უნდა წავიმაიმუნო. ვითომ ამ წინადადებაში სასაცილო ხომ არაფერია, მე შემიძლია ცოტა გაგამხიარულოთ. გადავახვიოთ ეს მომენტი და ხინკლის მაგივრად აი ეს გავადოთ. არა თამუნა რა, დღეს კარგი დღეა. ბიჭები მწყერს შეწოვენ, ჩვენ დავახედრებთ. როგორ მიყვარს? აუ შენი აზრით, რომელი ჯობია, ქალაქური თუ მთიულური? მეორე. კი არ მიყვარს, მე გიждები. დეს ლაპარაკობ მომინდა. აი წვნიანი ეს რომ ჩაუჯდები. აუ ნუ გეშინია გიო, მალე დავიწყებ და სულ 12 ნაოჭიან მოგართმევ. ბუთი თოკო. რაც გითხარი არ გამოვკეთე? მიაუ. გიორგი გაგიჟდება რომ გაიგებს კატა მოიყვანე. გაიხარდება? არა, მართლა გაგიჟდება. ხო და ძალიანაც კარგი. გიო. ნახე თოკო ვინ მოიყვანა. მორჩი შენი ბანა, უკვე? კი. და მაშინ უთხრა შენ ძმას რომ მაცალოს შევწვა მწყერი. მე კიდე მომაყრო ჩვენ არ გვიდა შევწვარი კარტოფილი. რაშეში კარტოფილი მწყერი თქო, მწყერი. მაშინ შენ ზავთვის ნაცვლად ძროხა მოგალედა. წყლის ნაცვლად ალბათ კარტოფილს ეწოვდა ეგ. კარგი რა მაცალის. არა, მართლა გეუბნები. არა, გვახსოვს ვიცით შენი მზარეულობის ამბავი. ჯობია მე მგონი ყველაფერს მე მივხედო რა. გეძი.
თორე თქვენ ესე ვერაფერს ვერ იცავთ. ეხლა დაურეკავთ ამას და კითხავ როგორ უნდა გაკეთდეთ ეს. აჟენ ტელეფონი. მადლობა. მაშინ მე იქამდე იმას ყველიან პუშე ვჭამდა ძალიან მშიო. რა სინდისი შეჭამე ხარ შე ყველს. აუ ძროხა. მაშინ წავალ აი მას. ალო, თამო. ხო, ზურავარ. მომისმინე. მწყერი როგორ შევწომასავდე რა. მოიცადე ეხლავე. ესე იგი პირველ რიგში აიღე ისეთი ტაფა, რომელსაც არ ჭირდება ზეთი. რადგანაც შენ არ გაქვს ისეთი ტაფა, რომელსაც არ ჭირდება ზეთი, აიღე ჩვეულებრივი ტაფა და დადგე გაზგურაზე. შემდეგ დაგჭირდება ზეთი. ნუ ეხლა ჩემ შემთხვევაში მე ზეთი არ მჭირდება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ტაფებისგან გასხვავებით ჩემ ტაფებს არ ჭირდება ზეთი, ჩემო კარგი, მაგრამ შენ შემთხვევაში დაგჭირდება, იმიტომ შენ არ გაქვს. მომისმინე, ვაიმე, მე მგონი ამასთან არ უნდა დამერეკა რა. მე მგონი ამასთან არ უნდა. ხო, თამუნა მომისმინე? არა, მესმის, მაგრამ მომისმინე. რა რიგათიშვილი ეს? ალო. ხო და მე გადმოიღებ ამ წერს ტაფიდან. ნუ ეხლა ისეთი ტაფები რო ქონდეს, რომელსაც არ ჭირდება ზეთი, იცი რა მარტივია ეს ყველაფერი, მაგრამ არა უშავს რაღაცას მოახერხებ. და რამდენჯერ გითხარით იყიდეთ ისეთი ტაფები თქო, რომელსაც არ ჭირდება ზეთი თქო? გაიხსენე აბა. მანე ხასიათზე რეაქციის მანდ. ეღოფა რა, არ ნუ ნერვიულობ, გეგო. მეწოდება მამუკა ძროხა რა. მე ალბათ ვერ წამოვალ ხა დღეს გიოსთან არ მაქვს რა თავი მართლა რა და ხა არ დამიწყოთ იცოდეთ რა მე სხვა დროს თან იმ ჩემ ბანკის თანამშრომელ ლაშას უნდა შევხვდე მე მგონი მირიგდება ისე კარგი რა გიქნა ამისთან ამ ერთმა ძროხამ რა გადაგვაყოლეთ ძროხა კი არა უზურა უკვე მწყერიც იცი როგორ მეწოდება დაჯექი დაწყნარდი და სხვა კუთხიდან შეხედე ყველაფერ ამ ამბავს აი ველურ ტყეში ველურ ბუნებაში გაზრდილი მწყერი რას ეხისა თანამედროვე ტექნიკის მიღწევაში წევს და იბრაწება. იცი რამდენი ხანია წევს თანამედროვე ტექნიკის მიღწევაში და ნებივრობს? კი ზურა დიდი ხანია საუბარი. ვაიმე. კარგი. მაგრამ რადგანაც თქვენ სტაფებს ჩემი ტაფებისგან განსხვავებით ჭირდება ზეთი, სხვათა შორის, ამიტომ ხშირად გადაამოწმეთ ხოლმე რომ არ მიიწვას. გაიგეთ? ალო. გამიჩიშეს ამ იდიოტებმა. ბიჭო. საიდან მოათრიე კატაშე ბიჭო. ეს რა? შენ რა ხმას ამცემ? თორნიკე. რა იყო ბიჭო, არ მელაპარაკები? არა. აი, არა, როგორ მითხარი, აკი არ გელაპარაკები. დიახდი. მაიკოს გამო არ მელაპარაკები, ხო? დიახაც მაიკოს გამო არ გელაპარაკები და მე მგონი რომ ამას ვერასოდეს გაპატიებ. აუ, კარგი რა, თორნიკე, ხო აგიხსენია რა, დაანებე მაგოგოზე ფიქს თავი. ხო იცი რატომაც? ვიცი გიო მეც მინდა რომ დავივიწყო მაგრამ არ შემიძლია აი ეს ფისოკი მეხმარება ხოლმე იცი ამაში ხო აი მაგალითად მაიკოზე რომ ვფიქრობ ხოლმე და მაიკოზე რომ დავდობ კარტას შევხედავ ყველაფერი მოვიწყდება ხოლმე რა მაიკო ვა ფისო რა მაგარია ფისუნია კატა მაგიდაზე ახტა გადმოაგდო ვაზა ბებო გააბრაზა აზი ხარ რამდენი უცნობი ავტორია დაკარგული რა მაგარი ბიჭი ეს მართლა ზურა მართლა ბოლოსდაბო აი ამ ერთი მწყერის ნახევარი კარგია მე მგონი და რა წყალი მწყერი აი რა გიო ნახე რა საყვარელი ხა ამან რა უნდა დაგიშაოს მე არ მიყვარს რა მე მიყვარს ძაღლი მე რა შენც ამას დაუძახე ცუგა ნახე ცუგა ძაღლი რომ ყოლოდა მე დღეს იცი როგორ ვინადირებდი შენ არ იცი მოიცა ესენი სანადიროთ იყვნენ
დღეს ის დღეა, ხო? ესენი რომ სანადიროდ მიდიან, საღამოს წვადი ვჭამოთო. მე ვერაფერს ვერ მოკლავენ, უკან რომ მოდიან, გზაში ფარშს უყიდულობენ, ხინკალი მაინც ვჭამოთ, იქნება მე რა შენ და გიო რო ჭუბობთ ხოლმე, არა მე უფრო მაგარ ხინკალს ვაკეთებ, მე არა მე უფრო მაგარ ხინკალს ვაკეთებ. მე ორივე საშინელებას რო გააკეთებ, კარტოფილს რო შეწვავთ. ეს კარტოფილი რო არ გეყოფათ, ფშივრები რო რესტორანში წახვალთ, ის რესტორანი რომელშიც წახვალთ, დაკეტილი რო დაგხვდებათ, მე სხვა რესტორანში რო დაგეზარებათ და პირველივე შევხვდეთ რესტორანში რო შეხვალთ და იქ ძალიან ცუდი სამზარეულო რო იქნებათ, სულ საჭმელს რო შეჭამთ ხოლმე და მე დაღონებულები რო დაბრუნდებით საჭი და გიო რო იტყვის რომ მომავალ წელს მაინც მოვკლავ რამესო, ხო? ხო, ბიჭო. ხო და რაზე ლაპარაკობდით? ანუ ის დღეა მეთქი, ხო? ხო, თორნიკე, დღეს ის დღეა, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნება. ცოტა მწყერი მოვინადირეთ. ბიჭები შეწოვენ, მე და თამუნა ხინკლებს გავაკეთებთ. მაგასთან. და დღეს იცი რა გვაქვს? ოი მე და ხილა ბაბუა ჩემის რეკორდი უნდა მოხსნა დალევაში. თანე ზურა სანაძლეო დამიდო სანად მოგიგებო შენ დალევაშიო. მე თუ ბაბუა ჩემის რეკორდი მოხსენ, ეს ცირას ნიშნავს. ავტომატურად ზურასაც მოუგებ. ანუ ერთი გასტროლით მოკლავ ორ კურდღელს. ო, ეგ დღეს სანადიროდ რო ვიყავით იქ გექნათ და ხინკლის გაკეთება აღარ დაგჭირდება. ანუ ორი გასროლით გიო ერთი მაინც მოგეკვათ რა. ან ბიზუნიასაც გაუკეთებ. კატებს ხო ეჭმევათ ხინკალი? მოხეული კი და თბილისური მოარიდეთო. მაინც ვერ გადავწყვიტე რომელი გავაკეთო. თოკო შენ რომელი გიყვარს? მე ორივე, ხო მაგარი. მე ორივე, ხო მაგარია. თოკო! ო, ცეკვები თუ დაიწყო დამიძახე რა. ისე მაინტერესებს დღეს რას იზავს გოჩა. კვდები. აი დაგიძახებ. ვაიმე, სად არის ამ ქვაბის თავსაფარი? კატა არ ჩახდა შიგნით რა. ვაიმე გიო, როგორ ზრუნა მოყვა ფისოზე. ზრუნა ვარა ისა. ხინკალზე ზრუნავ, თორე ხინკალს რა მოვიღებ, მე თუ გინდა ჩახდეს. ეგ რა პატარა ხინკალს აკეთებ რა? ატარას კი არა, ბევრი ნაოჭები აქვს. რა თუნა მე მაგდენი ნაოჭები? ამის ფონზე უფრო ახალგაზრდა რო გამოვჭდები. ნახე. ნაზიდეიდა გავაკეთე. აზიდეიდა ვინარი? ნაზიდეიდა ჩვენი მეზობელი როა, რაღაცის სათხოვნელოთ რა ჩავდივარ ხოლმე, ესეც სახეს იღებს. აბა შენ მანახე. აი? რა არის ეს გიო, ეს ხინკალია. 3 4 აი 4 ნაოჭიანი ხინკალი გამოვა. არ გაგიგია ეხლა რაც ხინკალს ცოტა ნაოჭი აქვს უფრო კარგია. არა. მოკლედ ვერ ვაკეთებ რა. გიო რა, მიყურე და ისწავლე. ხა მიყურე? აბა მიდი. გოჩა ხო გახსოვს ჩერტკო. გოჩა. ჩერტკო გიო. Well, ვიწყებთ ახლა გიო? ავიღეთ ცომი, okay? დავდეთ ცომი. And 1 2 1 2 1 2 1 2. Yeah, ეხლა ხორცი up გიო. And ხორცი down გიო. Yeah, fantastic George, absolutely. And ვიწყებთ შეხვევას. Come on. აი აბსოლუტური. ვერ გაიგე რანაირად ლაპარაკობ კაცო. რა ვერ გაიგე ესე იმათაც არ ესმის, მაგრამ კი უკნევენ ესე თავს გახარებულები. წყალიც ამიდუღდა და პამპარამ პამ 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 პამპარამ პამ პამ პამპარამ პამპარამ პამ პამ პამპარამ პამ პამ Oh my god. Tlიდან ამოვარდი. Sorry, Chertko. And pam-pam pam-pam. ვაიმე თამუნა. აი, ხორა. აი კატა მიკმინა ვაიმე. მანახე რა. აი თამუნა რა განახო? აი. ნახე, აი. აბა სად? აი ნახე. სად გიო? რა სად? აი დიდი შრამირო ვერ ხედავ მაგის გვერდით არის ზუსტად. ალბათ გრძნობდა რომ გეზისხებოდა და იმიტომ გიკვინა. ხედავ რა დღეშია ახლა? და ეხლა რას ფიქრობს? რომ მიკმინა შემიყვარდებოდა? საერთოდ კი არ მიკმინა თამუნა. მჭამდა.
აუ მართლა გეუბნები ძლივს მოვასწარეო ხელი უკან გამოვაძრე თორე პირდაპირ ჭამას აპირებდა ჩემსაც და გამოვიკეცი აქეთ რომ გამოვიკეცი უკინან მომახდა თავის თათებით კანჭები ჩამასო ხელში და მგუდავდა მე მოვიფიქრე რომ უკან ზურგით გავარდნილიყავი და კედელს დავეჯახე ცოტა იქით გავახაკუნე ცოტა დაბორიალ და გადავაგდე დრო და ძლივს გამოვასწარი აუ გავაგდოთ რა ეს კატა სახლიდან რა გავაგდოთ რა კაიგიო რეპსი ძაღი აუ ისე ერთი ის მამშვიდებს რომ ზუსტად ვიცი სანდო კაცისგან იყიდა თორნიკემ და აცრილი იქნება ხო თოკო თამო იცი რა მართალი რო გითხრა შეიძლება არც იყოს აცრილი რა გაგიშტიშე გიოს რამე რომ მოუდეს რა ვქნათ მერე იცი რა ვქნათ მოდი კატა შევათვალიეროთ სადმე ნაჭყლით უპოვეთ ესე იგი აცრილია რატომ იყურებ ეგრე აი მართლა გინდა ეხა იცოდე აუ კი მე თორნიკეთ ამანებე ეხა თავი ისე დიდო იცი რა მე მგონი ეს შენ ნაკონი ისევ კატას უნდა ავალოკინოთ და მოგირჩება რა სისულელეს იზახი კაცო მოიცადე რა აი მე ეგრე გამიგია და კაი რა მოიცა რა აი მოდი ერთი წამი რა მოდი აი რა ბიჭო აი კიდე მიკვიდა შენ ნორმალური ხარ წაიყვანე კიდე კატა რა არის რა სად გიო სად ნახე აი ისევ იმ ადგილას სადაც ნაკვენი მქონდა აი მე იმასაც ვერ ხედავდი გიო ვაიმე მოვაცილოთ რა არის რა საიდან მოათრია ბიჭო ეს კატა საიდან მოათრია და თანუნამ რო დამირეკა კატა მომიყვანეო ეგრევე თქვენთან გამოვიქეცი კორპუსთან რომ მოვედი გამახსენდა რომ კატა არ მიყიდია რა მივიხედე იქ დადიოდა ეს ჩვენი კატა იქვე კაცი იყო წამოწოლილი სკამზე და მივედი და უთხარი კატას რამდენად მომყიდი მეთქი იმან მითხრა რაო მე უთხარი კატას რამდენად მომყიდი მეთქი შენ რამდენს მომწევ მე უთხარი 100 ლარს მოგცემ მეთქი 40 მომენტ და წაიყვანეო მე გამეხარდი და მივეცი ეგრევე რა ხო და მე ამ ეს კაცი მეუბნება რომ იცი რა არისო 40 ლარი ეხლა მე სად დავხარჯო თან აკომას მეზარებაო მიდი რა გაიქეცი ერთი ბოთლი არაყი მიყიდე და წაიყვანეო უყიდე ეს არაყი და წამოვიყვანე თორნიკე აი ეხლავე ჩადი და გაარკვიე იმ კაცთან ეს კატა აცრილი არ არის თუ რა არის საერთოდ გაიგე ხო კაი წავალ ვა ბებო ფო თამუნა ისე აცრა რო არ გავიკეთო ძალიან საშიშია ისე შენ იმდენის დალევას აპირებდი გიო მაინც გაცოფდებოდი ამიტომ ჯობია რომ აიცრა მაინც კარგი რა როდის გამოხსნა ეს ბაბუა ჩემის რეკორდი როდის რა გინდა დღეს რომ მოხსენი არა ერთი რეკორდი ხა ბაბუა შენისთვის ორჯერ დღეში უკმენია კატას გიო აი მე გიო თამო მოდი ველაპარაკე მერე ანუ ერთი საათი ლუკმა ქონდა პირში და მეც ვერაფერი ვერ გავიგე აუ თორნიკე ჩადი და გამირკვია ის კატა აცრილია თუ არ არის აცრილი რა ვა ორსული გოგო ფო გამახსენდა თამუნა რა სარეცხის საპნით უნდა ჩამოვიბანო ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე ესე სად ვიშოვო ეხა სარეცხის საპონი გიო მოიც სახში სარეცხის საპონი არა გაქვს აი საიდან უნდა გქონდეს სარეცხის საპონი აბა სარეცხს რითი რეცხავ თამუნა სარეცხის ქმნილით გიო გამაგიჟებ შენ მე რა საიდან რას მოიგონებ ხოლმე რა თამო ველაპარაკე მერე მივედი მე ვთხარი გამარჯობა ის მოვლევა თემურ გამომარჯოსო მე ვთხარი თემური არ ვარ მეთქი აბა მივეხარო მე ვთხარი თორნიკე ვარ მეთქი რა მე მითხარ რა გინდა მე ვთხარი ის კატა აცრილი ყავს მეთქი რომელიც შენგან მიყიდე ხო გაინტერესებს კატა აცრილია თუ არაო მე ვთხარი კი მეთქი მერე მე შენ დამერკე სწრაფად ამოდიო და ამოვედი თორნიკე აი ხა ერთხელაც ჩადი იცოდე და წესიერად გამირკვია ის კატა აცრილია თუ არ არის აცრილი ო კაი ვა შეპარებულები ფო ვიხუმე ჩემი თამო ველაპარაკე მივედი გამარჯობა მეთქი ის მე გაგიმარჯოსო მე ვეუბნები ის კატა აცრილია თქო რომ მომყიდეთ მეთქი შენ რომელი ხარ ვერ გცნობო მე ვთხარი თორნიკე მეთქი ვინ თორნიკეო აი თემურს რო გავარ ის ვარ მეთქი რა ვა თემურ გამარჯოსო მე ვთხარი გაგიმარჯოს მეთქი ის კატა აცრილია მეთქი შენგან რო ვიყიდე მეთქი რომელი კატაო მე ვთხარი აი შენგან კატა რო ვიყიდე აცრილია მეთქი რა კატაო კაცო ის კატა შენთან ერთად ნახე მეც პირველად დავიღუპე ბაბუა ჩემის რეკორდსაც ვერ მოხსნი ზურასთანაც სანაძლეოს წავაგებ
რა უნდა გავაკეთო მე დღეს, ჰა? გიორგის ახლა იმედი ზუსტად ისე გაუცრუდა, როგორც შარშან არჩევნების დროს აი ამას. რა მწარენი მსიყო, რა მწარე. ძალიან. თავნა. ის სასწრაფო რა მოვიდა რა? იცი რა ვფიქრობ? მე მგონი ეს კატა აქ ზურას შემოგზავნილია. ხო, ეგ არის რა. ერთი წვეთიც რო დალიოს, უკვე მოგებულია. წარმოიდგინე. აი ხო. მოდი რა, ეს კატა გავაგდოთ რა. აი, სამდე მართალი ხარ გიორგი. თან იცი როდის ჩაუფიქრებია ზურას ეგ ამბავი? ზურამ და ქეთი ერთმანეთი რო გაგვაცნეს, ხო გახსოვს? მაშინ ზურას გაუგია, რომ მე კატები მიყვარს და მაშინ გათვალა, იცი? ნახე. გავაგემი. მე მგონი მოვიდნენ. გამარჯვეს, გამარჯვეს. გამარჯვეს. გამარჯობა. რა ხარ? ეს 5 წელია გასახან ყოფილა. როგორ შეცვლა? ჩვენი სახლი. ახალი ფერსაცმლის საწმენდი გიგედიათი. პრინციპში ყველაფერი ძველებურადაა რა. აბა. დასხედით, ეხლა გავაწყობ სუფრას. ნიკა არ წამოვიდა? ნიკამ ვერ წამოვალო. და თან ვერც ვიქეიფებო დღეს ისეთი რაღაც დამემართაო რომ ვერ წამოვალო. აუ, კაი, არა უშავს რა, შემდეგ შაბათს რაღაცას გავაკეთებ და ნიკას დავპატიჟოთ, ხო? შემდეგ შაბათს ნიკას არ ეცლება ძროხის საკურთხე გასაკეთებელი. მე იცით ჩვენ ფისო ყავს. რა? ფისო. აი მაგ-კატამ დღეს მე მიკმინა და თან უნდა კი სახლიდან არ აგდებს. იმიტომ გიკმინა რომ გააბრაზე. აცილია? არ ვიცი ბიჭო, თორნიკე მოათრია საიდანღაც და მაგის გამო მეც სამცრეს და ეგეც. მართლა? კი. სად? აი. და ფოტოჟურის ჩემი დალევა აღარ შეიძლება. არც ხრინვა, არც საჭმლის დროს ლაპარაკი და არც საინფორმაციო ყურება. ეგ რა შუაშია ბიჭო? ექიმა თქვა მამუკა ეგრე. არა ვითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხო? მოიცა. ესე იგი დღეს შენ ვერსვავ. გაგინა ძმაო, გაგიმართლა, ბედი მაქო შენ უნდა თქვა. რაღაცა. ვერც მე ვერსვავ, იმიტომ რომ კიდე რაღაცაზე მომცა ალერგია და რა? უშენ გაიხარე რა, ჯიგარი ხარ. ვიზიარებ ძმაო. რა დამირჩი? დაწყნარდი. ეხლა მშვიდად ხარ. კიდევ კაი. კიდევ რამეს? მე აღარ მინდა. არა, ალკოჰოლი მეც აღარ მინდა, უკვე ბევრი დავლია, მე წვენი და მისხი რა. თუ გდებათ მილკშეიქს გაიკეთებთ. კარგით. აი ნიკუშ დასმარტის მოო. ვიცი რომ მაგარი სულ გქონდა. მაგრამ არა უშავს, ეხლა დადებითი კუთხით შეხედი ამ ყველაფერს. აი მე შეგირიგდი. ისე ბევრი ვიფიქრე. გავაანალიზე ყველაფერი და მივხვდი ეხლა შენი ბრალი მართლა არ იყო, არ იცოდი და მართლა ვიცი. უბრალოდ მივხვდი ბევრი რაღაცა ცუდად დაემთხვა ერთმანეთს და ჯიგარი ხელა შემადლობა. ბიჭო მართლა სოფელში უნდა გავარდეთო. იცი რა მოხდა? ბაბუაჩების როხა მოუკლავს ვიღაცას რა. და იმ როხას უნდა დავაკლად ისმის. ცნობილია და ჩემი ლამაზო და იცი რა ლამაზი იყო? აცო გაკეთება არიცით, გასაგებია, მაგრამ ადრე ნანახის არ ხონდა თხინკალი არს არა? კარგით ეხა თქვენ ვიზე რას ლაპარაკობთ? შეხედეთ რა მწყერს. დამწარია დახრუკულია მთლიანად. წერია თუ წერი ვერ გაიგებ. აიგრე. არა, ამ ხინკალში ისეთი უმი ხორცია, რომ თუ ყურს კარგად დაუგდებ, ხო? ძროხის და ღორის ღმულს გაიგებ. აი ისე ღვინოს მაინც ვსვავდე ამის. აბა. არა და ბიჭო, კამფეტი ღვინო მაქვს, კამფეტი. თავნა მართლა. ამ ნემსის შემდეგ კამფეტის ჭამა შეიძლება? აუ ნახედე, ამ წყერს ცალი გვერდი არ აქვს დამწვარი. აბა. რატომ უნდა მოგცეთ, მე ვიპოვე.
რატო უნდა მოგცეთ? თამუნა და თუ რამეა ჩვენ მოგერევით და იმიტომ. კარგი, მოდი დავწყნარდეთ და გავიყოთ. ერთი თხილის გული ხო 9 ძმამ გაიყო რა? მე არის ცირე 9 ძმას მანამდე ერთი ხარ ყავდა ნაჯამი. ჩვენ დიდი შევები ვართ. მართალია ეს კაცი. აბა რა ვქნათ? აუ რა ვქნათ და მე უნდა დამითმოთ რატომ გიო? გოგო ვარ და იმიტომ. მოიცა თუ მასეა, მაშინ დედა ჩემზე რო იყო ორსულად გოგო უნდა დამოვეცე. ხალხო მოიცა. ეხლა მეგონი ყველა ხვდებით რომ ამას მართლა ვერ გამიგებ ძალიან ცოტაა და იმიტომ ხო? ხო. ამიტომ მე მგონი ეს მწყერი უნდა შეჭამოს იმან ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. ვაიმე მადლობა მამუკა. მეც რა ვთქვი? მოიცა რა საკეთებ? უნდა შევჭამო რა. თუ რატომ შეჭამო? მე მგონი გავკოვე თქვი ეს მწყერი უნდა ჭამოს იმან ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს. მართალია. ეს კაცი მართალია, ყველაზე მეტად მე ვიმსახურებს, მაო. დღეს მე კატა მიკვინა, ვერ ავსავ რამდენიმე დღე, ეგრე კი არა. ვაიმე გიორგი რას გვაცოდებ ერთი თავს, ყველაზე მეტად მე ვიმსახურებ ამ წელს. იმიტომ რომ დღეს ჩემ ქმარს კატა მუკბინა. მე რაც რა გაუკეთეთ და დიდი ხანი ვერ დალებს და ძალიან დასტრესილი ვარ. მოიცა. მოიცა, ნამუსი საერთოდ არა გა? არ და არ დაგვითო, გასვა. ძალიან მიყვარს. და სად არის კაცო? აუ შენა იგეს ისეთ ვიცი რა. ბოლოს შეგადი უკნიდა. თამონ არა გიო. რა გაუყო? შენ გონდა ბოლოს. ბოლოს მართლა შეხედე. კატა. ოიმე, არა, მე შეხედე რა. რა შეხედე? ხა მაგას ერთი თუ ამოვარდით ფრიდან, აი всё, რა წასულია შენი საქმე. ვითომ ხო არაფერი, ვითომ ხო არ ეთქობოდა რა. ჩერტკოს მაგას გამოაყარე. თამუნა, მოდი მაიკო. მე ვარ. ბოდიში რა ეს რა შემოვარდი, მაგრამ ვიფიქრე და რაღაცები უნდა გავარკვიოთ რა. რა უნდა გავარკვიო? რა ხდება? დაიცადი მოდი ფიზო შენაკ დაჯექი და მე. აი მე კატა. რა? აი მე საერთოდ ვერ დავინახე. რა იყო? აუ ალერგია მაქვს და არა უნდა გავიდე, თორე ძალიან ცუდად გავხდები. სხვა დროში. აი დაიცადი გაგაცილებ მაინც. ვაი მე კატაზე ალერგია მაიკო. ამას კატაზე ალერგია აქვს? ეს კატა მე მგონი გამოდგება. მოდი ფისო ჩემთან. მოდი ცუგა. აბა მოდი. მოდი ცუგა. მოდი ჩემთან.